ანალიზი ამ ფოტოს მიხედვით. 1. სტილი და ჩაცმულობა. კლასიკური 1920-30-იანი წლების ბრიტანული სტილის გავლენით შთაგონებული სახე, განსაკუთრებით გავს პიკი ბლენდერსის სტილს. ნაქსოვი ჟილეტი, ორდაჭერილი პალტო, ჯინსის ელემენტები და ჯიბის საათის ჯაჭვი მიანიშნებს ვინტაჟურ ესთეტიკაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას სტილი და ისტორიული გავლენები აინტერესებს. ნაცრისფერი ქუდი კიდევ უფრო ამძაფრებს რეტრო იმიჯს და შეიძლება მეტყველებდეს გაწონა სწორებულ ხასიათზე. 2. ტანის მოყვანილობა და პოზა. ხელები ჯიბეებში ეს შეიძლება იყოს თავდაჯერებულობის, კომფორტის, ან მე ვიცი რას ვაკეთებ, ტიპის განწყობის ნიშანი. ოდნავ გვერდულად მობრუნებული მზერა მიანიშნებს დაკვირვებულ, სტრატეგიულ და ფასობლე მელანქოლიურ ბუნებაზე. 3. სახის გამომეტყველება. ლოხების სისუფთავე, დაალაგებული სახე, მოწესრიგებულობასა და დისციპლინას უსვამს ხაზს. ცხვირისა და კბის ფორმა მას შედარებით მკაცრი ერს აძლევს, თუმცა გამომეტყველებაში აშკარა სიმშვიდე ჩანს. 4. ფონი და გარემო. თანამედროვე, მაგრამ უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, შესაძლოა ეს მიანიშნებდეს იმას, რომ მას მოსწონს ესთეტიკა და ურბანული გარემო. წყლის ელემენტები, მშვიდი გარემო ფოტოს საერთო ატმოსფეროს ბალანსს ძენს. დასკვნა. ეს ადამიანი სავარაუდოდ ისტორიულ სტილებსა და კულტურას აფასებს. მისი ჩაცმულობა და პოზა მიანიშნებს იმაზე, რომ მას სურს იდუმალი და საინტერესო იმიჯი ჰქონდეს, თუმცა გამომეტყველება უფრო მშვიდი. გაწონასწორებულ პიროვნებას გვაჩვენებს, შესაძლოა მას სტრატეგიული, გააზრებული და თვითდაჯერებული ხასიათი აქვს, მაგრამ ზედმეტი ყურადღება არ უყვარს.